მეცხრე უკმაყოფილო კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი მართველი გუნდი არ მალავს რომ მას საკაბელოებიდან მეცხრე არხის გათიშვა სურს. ნაციონალების პროგნოზი ასეთია: ტელემაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკამ მორიგ რუსულ სამხედრო ინტერვენცია შეიძლება შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ ხელისუფლება თვლის რომ მეცხრე არხი 30 სექტემბრიდან სავალდებულო მაუწყებლობის ტრანზიტიდან უპირობოდ უნდა გაითიშოს. ამ საჯარო განცხადების ავტორი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეა. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ის კერძო კომპანიების მუშაობაში არ ერევა და მასკერის გაგრძელების საკითხი საკაბელო ოპერატორებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. რატომ არ გრძელდება მასკერი არჩევნების შემდეგ? კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების სპეციალისტი თომას დევაალის ამ შეკითხვაზე მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის პასუხი ასეთია. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის აზრი, რომ მეცხრე არხმა შეიძლება შეასრულოს კატალიზატორის როლი, რითაც რუსეთს ხელი გაეხსნება არჩევნების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ ქმედების დასაწყებად. დამოუკიდებელ მედია არხზე ახალი რიტორიკით განხორციელებული სახელისუფლება შეტევა სამოქალაქო სექტორისთვის დამატებითი შეშფოთების საბაბი გახდა. დამამცირებელია მედიისთვის ესეთი მიდგომა, ვის უნდა არეულობები და დარეულობები. არავისაც არ უნდა, არავინც არ ფიქრობს, უბრალოდ მუდმივად, როდესაც ვიღაცას უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, ისინი მოიშველიებენ, რომ აი დემოკრატია კარგია, მაგრამ უსაფრთხოების საკითხები უფრო მნიშვნელოვანი. ამ დროს რეალურად არც ის ადარდებთ ის, რომ იყვნენ მუდმივად ხელისუფლებაში. მეცხრე არხზე ესეთი პედალირება ალბათ ხდება იმის გამო, რომ მე თუ კი ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ესა თუ ის ტელევიზია ნაყიდია, მეცხრე არხზე აუცილებლად წამოვა ლაპარაკი იმის კვალობაზე, რომ ეს არის მისი მფლობელი არის ოპოზიციის ლიდერის მეუღლე და ამაში რა არის გასაკვირი, ეს ერთი და მეორეც, რომ მეცხრე არხიც არ არის დისკრედიტირებულია და არ ავრცელებს ცალმხრივ ინფორმაციას. მუხარის მიუხედავად მეცხრე არხი მასკერის გაგრძელებას მაინც ითხოვს. ონლაინ პეტიციით შეგროვებული 20,000 ხელმოწერა მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს დღეს გადაეცემა.